ერთი რამ მინდა რომ წავიკითხოთ წმინდა პაისი ათონელის წიგნიდან. თან მას ეძღვნება დღევანდელი დღე და მერე გადავიდეთ უკვე სხვა საკითხებზე. თუმცა მანამდე ერთი რამ მინდა ვთქვა, ესე იგი, რასაც წეღან ვამბობდით ტაძარში, რომ ქრისტიანული ცხოვრება ნიშნავს ნებებისაგან გათავისუფლებას. ნებებისაგან გათავისუფლება ხელს უწყობს ღვთისმცნებებით ცხოვრება. აი, ესე იგი, როგორ ამბობს სოლომონ ბრძენი, რომ საკუთარი თავის მომრევი ქალაქის ამღებს ჯობია. აი, შეიძლება რამდენი დამპყრობელი ყოფილა, ესე იგი, რომ კიდევაც დაუყრია ამდენი რამე, კიდევაც გაუმარჯვია, მაგრამ თავისი ნებების მონა ყოფილა. ეგ არ არის ძლიერება. ეგ ხორციელი ძლიერებაა, მაგრამ ძლიერი ის არის, ვინც საკუთარ თავზე გაიმარჯვებს. საკუთარ დაცემულ ბუნებაზე გაიმარჯვებს, საკუთარ ცოდვიან მიდრეკილებაზე გაიმარჯვებს. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთ მონასტერში ხდებოდა. რაღაცის სურვილი ქონდა მოკლედ ამ ბერს და თქვა რომ რაღაცა მონასტრიდან წასვლა უნდოდა, თუ რაღაცა ამდაგვარი ხდებოდა და არა და მონასტერში ესეთი აღთქმა უნდა დადოს კაცმა, რომ მონასტერს არ განეშორება, მონასტერში იცხოვრებს და ეს ფაქტიურად დაცემა იქნებოდა მისიდან. ესე იგი, მოდიო თავის თავს ეუბნეოდა, აი ეს როცა ესეთი სურვილი მძაფრად გაუჩნდებოდა, მოდი ხვალ-დილით წავალ. გადავდებ ამაღამო და ხვალ-დილით წავალ. დილითაც რო ეს სურვილი გაუჩნდებოდა, მოდიო საღამომდე მოვითმენ. საღამომდე მოვითმენ და საღამოს წავალ. და მერე კიდე ეგრე. და წერია რომ 9 წელი ებრძოლა ესე თავის სურვილს. და მერე ეს სურვილი გაქრა. გაქრა ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შეიწირა მისი სულიერი ღვაწლი, ბრძოლა შეიწირა. და ამ კაცმაც დაისანა. სხვაგან არის ნათქვამი, რომ ესე იგი ერთ-ერთ ადამიანს რაღაც სულიერი ბრძოლა ჰქონდა და წმინდა მამათა ცხოვრებაში არის ბევრი შემთხვევები არის, აი მაგალითად შეიძლება ვთქვათ, ასეთი წიგნი არის ლავსაიკონი. ლავსაიკონი არის ბერების ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი საინტერესო რამეა. არის ასევე ლიმონარი, აქაც ბევრი პატერიკული მოთხრობაა. ქართულ ენაზეც არის ისევ ხელმისაწვდომი. და იყო ერთი ასეთი შემთხვევა, რაღაცა კონკრეტულ ადგილს და რაღაც გარკვეული სულიერი ბრძოლა ჰქონდა ამ ადამიანს და შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა, როგორც მახსოვს და უთხრა, რომ ეს თხოვდა, რომ განმაშორე, მე არ შემიძლია ამასთან ჭიდილი, ამასთან ბრძოლა და განმაშორე ესა. და მან უთხრა, რომ მე მინდოდა, რომ ამისგან შენ მადლი მიგეღო. მაგრამ თუ კი არ გინდაო, მაშინ მოგაცილებო მაგ ბრძოლას. ანუ რატო ამბობ? აი ჩვენ ახლა თითოეულ ჩვენთაგანს გარკვეული ნებები გვაქვს, ესე იგი, აი ყველა სხვადასხვანაირი. ყველას ზოგ შეიძლება ერთნაირიც გვაქვს, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენი ცოდვიანი მიდრეკილებები განსხვავდება და ჩვენ ყველა საკუთარი თავის შესახებ ასე თუ ისე ვიცით. ჩვენში რა არის ის, რაც ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენ არ მოგწონს. ამიტომ აი იმ ბერის მაგალითს შეიძლება ჩვენ მივბაძოთ და ვთქვათ, რომ მოდი აი ვიღაცას გინდა რომ ეჩხუბო დილით. დილა ადრიან. მოდი გადავდებ საღამოსთვის გადავდებ. საღამოს უთხრა, მოდი ხვალ დილით გააკეთე. ვიღაც თამბაქოს ეწევა. ვიღაცას ჭორაობა უყვარს. სიტყვაზე ვამბობ, აი. მოდი ახლა აი დავშა დილით შეხვედი მეზობელთან ყავა უნდა დალი. მოდი საღამოთი რო შემოვალ, მერე ვილაპარაკოთ იმ ვიღაცაზე. ახლა რომ უნდა გველაპარაკო სიტყვაზე. საღამოთი რო შეხვალ, კიდე დილისთვის გადადო. და ესე ყველაფერი. და თუ ადამიანი აი ესე იბრძოლებს, ესე ცოტაობით, კარგი გაგებით უნდა მოატყუო შენი თავი, რომ
კი გააკეთებ, ოღონდ მოდი მერე გააკეთებ. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ სიკეთის კეთების მხრივ უფრო ვართ ასე. მოდი აი მერე გავაკეთებ იმ საქმეს, საწავო, მაინც ჩემი გასაკეთებელი არ არის, მერე გავაკეთებ. მერე საღამო რომ მომერე კიდე და ეგრე 1000-ჯერ გადაიდება. არა და ეგ ისეთი რამეა, რომ სულის გადარჩენის საქმე არ უნდა გადადოს კაცს. მაშინვე უნდა დაიწყოს. ის გადადება ნიშნავს, რომ ეშმაკმა გაიმარჯვა. და თუ კი ერთხელ მოახერხა, რომ შენ ეს საქმე გადაგადებინა, ის კიდე მოახერხებს, რომ გადაგადებინა. ამიტომ აი სიფრთხილეა საჭირო, სიფხიზლეა საჭირო და მე კიდე უნდა დავაკვირდეთ, რომ ჩვენ რას მოგვიტანს დაუშვათ აი ესეთი ნელთბილი ცხოვრება. ნელთბილი ცხოვრება ადამიანს ნებებისაგან ვერ გაათავისუფლებს. ახლა დაუშვათ აი ოქრო გინდა რომ გადაადნო, რომ რაღაცა მინარევებისგან გაათავისუფლო და სუფთა ოქრო რო იყოს. და დაუშვათ ცეცხლი მიუნთე და ცოტა ხნით მიუნთე ეს ცეცხლი, მერე ისევ გამოწია აქეთ. მერე ერთი თვე რომ გავიდა კიდე, მერე კიდე იმას არაფერი არ გასუფთავდება ის. აი ხა ჩვენც ესე. ჩვენ აი ზოგჯერ მე ასე ვამბობდი ადრე რომ იგი სეზონური ქრისტიანები ვართ მეთქი. სეზონი მოვიდა აღდგომის ვეზიაროთ. მოვედით დაახსარება ვთქვათ, უნდა ვეზიაროთ. მერე გაივლის აღდგომა, დამთავრდა სეზონი, მერე ახალი სეზონი, სხვა რაღაცის სეზონი იწყება. მერე ისევ მოვიდა, აი დაიწყო. ეგ არასწორი ქრისტიანობა. რას მექვია დრო და ამინდიო იმაში როა. სიყვარულის დრო სულ არისო და ქრისტიანული ცხოვრების დრო სულ არის. იმიტომ რომ ის მეორე სეზონი მოვა თუ არა ჩვენ არ ვიცით. აი მაგალითად თუნდაც ჩვენ სამრევლოში ვინც შარშან ვიყავით, ისინი ხო აღარა ვართ. ვიღაც გამოგვაკლდა, ვიღაც დაიბადა, შემოგვემატა. ხო და მერმის ისევ ისინი ვიქნებით. და თუ ვიტყვით რომ შესაძლოა არ ვიყოთ, მაშინ ამაში უკვე ჩანს, რომ ეს შესაძლებლობა თვითონ ჩვენთაგან შეიძლება შეეხოს. ამისგან დაზღვეული არავინ არა ვართ. რაღა მაინც და მაინც მე ვიქნები, ადამიანი კი იტყვის, რაღა მაინც და მაინც რა ვიცით. ეგრე სად არის? იმაში ხო არ არის? სკოლაში კი ბატონო გვარების მიხედვით ამოიკითხავდნენ ხოლმე და ჯილზე რო იწყებოდა შენი გვარი, არხეინათ იყავი, მაგრამ აქ მაგის მიხედვით ხო არ არის? აქ კაცმა არ იცის რა დროს ამოიკითხავენ შენს გვარს და იქ თუ დაფასთან მოგიწევდა გასვლა, აქ ღვთისწინაშე უნდა წარდ. ეს სახუმარო ნამდვილად არა. იმიტომ ამბობ, რომ ჩვენი მიძინებული და განელებული სული რომ რაღაცამ გამოაღვიძოს, ესე იგი. რაღაცამ ხო უნდა გამოაღვიძოს. იმიტომაც უფალი სახარებაში ხან სიხარულზე გველაპარაკება, აი როგორი სიხარული გელოდება, ხან საშიშროებაზე გელაპარაკება, აი როგორი სატანჯველი ელოდება ადამიანს, წარმოიდგინეთ, ცეცხლი ჩაუქრობელი, მატლი დაუძინებელი, რომელიც ადამიანს ჭამს, ესე იგი კბილთა ხრჭენა, ესე როა გამწარებული რომ ადამიანი კბილებს აღჭიალებს. აქ შეიძლება 5 წუთი გაგრძელდეს ეგ და უკვე ძალიან ცუდად ხარ და რომ არასოდეს არ დამთავრდეს. ამიტომაც აი ჩვენ ესე გძინავს და უფალი ცდილობს რაღაცით გაგაღვიძოს. აი მაგალითად პატარა ბავშვი როა ახლა დავუშვათ ერთი ჩვეულებრივი დღე თენდება და ბავშვს ეზარება რომ ადგეს. მაგრამ ბავშვმა თუ იცის რომ ესე იგი დღეს დავუშვათ ექსკურსიაზე მიდის. ხო ყველას გიხარო და ექსკურსიაზე რომ მიდის, შენი გაღვიძება არ უნდა სიხარულით წამოხდება. აი ერთი ჩვეულებრივი დღე როა რომ სკოლაში მიდის, მაგ დროს ეგრე ადვილად ვერ ადგება. ან მეორე მხრივ თუ რაღაცა მიწისძვრაა და ბავშვს გააღვიძებ, არ იქა რაღაცა სახლი ინგრევა, იქაც წამოხდება შიშის გამო და გამოიქცევა და ამიტომაც უფალი ხან სიხარულით და ხან იმის საშიშროებით რომ გაგვახსენოს რა ელოდება ადამიანს, აფხიზლებს. ხან განსასწრებით აფხიზლებს რომ არ ჩაეძინოს.
ხარ რაღაცა სიხარულსაც მისცემს, რომ ის სიხარული დაანახოს, იმ სიხარულის ნაპერწკალი განაცდევინოს. და ესეც ცდილობს, რომ არც ერთი ადამიანი არ დაურჩეს სხვანების გარეშე. ყველას მიმართ ასეც ცდილობს. აი ხო ნებიშვიდეული მოდის და აი იუდას მაგალითზე მოდი აი ვთქვათ, რამდენი ეცადა უფალო, რამდენი ეცადა, რომ ის გამოესწორებინა. მაგრამ როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, ბოლომდე უექიმებელი დარჩა იუდა. ვერ განიკურნა. აი ამ ვერცხლის მოყარეობის სენით იყო შეპყრობილი და ვერ განიკურნა. წარმოიდგინეთ, აი საიდუმლო სერობა, დიდი ხუთშაბათი. მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად შეკრებილია ერთ სახლში და მასთან ერთად ბოლო ტრაპეზს იზიარებს, სადაც პირველად აზიარა მაცხოვარმა თავისი მოწაფეები და იქ უკვე იუდას გადაწყვეტილი აქვს ქრისტეს გაცემა. წინა დღეს, ოთხშაბათ დღეს ის წავიდა, შეუთანხმდა, რომ მე ხელსაყრელ შემთხვევას გაპოვნინებთ, რომ იესო ქრისტე თქვენ შეიპყროთ. ხელსაყრელი შემთხვევა რა იყო? მათ უნდათ რომ შეეპყროთ და თან ისე უნდათ რომ შეეპყროთ, რომ ადამიანების თვალში დამცრობილები არ გამოჩენილებენ. ეხლა კეთილი ადამიანი როა და რომ მივარდები და შეიპყრობ, ხალხი ხო იტყვის, რომ რას აკეთებენ ამ კეთილ კაცს, რას უშვებენ, ეტყობა ესენი არ ვარგან. და ესენი ფარისევლები არიან ხალხში, ესე იგი პატივსაცემი ხალხია, მაგრამ თანამედროვე დროს იციან, რომ იესო ქრისტემ ვიღაც კუდრეთით აღადგინა, ვიღაც განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, ყველას წყალობს, ყველას სიყვარულზე ელაპარაკება და ესე მივარდე და შეიპყრო, იციან, რომ ეს არ გამოვა. მათი ავტორიტეტი დაეცემა ხალხში. ამიტომ მათ უნდათ, რომ ისე შეიპყრონ, რომ წარმოაჩინონ თითქოს ის დამნაშავე. და ამ ხელსაყრელ შემთხვევაზე ელაპარაკი და იუდას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ესე იგი მაცხოვარი ეუბნება, რომ ერთი თქვენგანი გამცემი არის. ახლა შეშფოთებულები არიან მოციქულები, ვინ არის გახსოვთ პეტრე მოციქული თვალით ანიშნებს იოანე ღვთისმეტყველს. ესე ინახით ცხედან, ინახით ჯდომა ნიშნავს, ესე იგი ნახევრად აი მხარზე რო ხარ, ესე რომ დაყრდნობილი ხარ იდაღზე, ასე რომ თქვა და ესე სხედან და მაცხოვრის მკერდზე არის იოანე ღვთისმეტყველი მიყრდნობილი. ის ყველაზე ახალგაზრდა იყო მოციქულთა შორის და ყველაზე უფრო უშუალოც იყო, ესე რომ თქვა, ყველაზე უფრო გაბედული. ამიტომაც ეუბნება პეტრე მოციქული ანიშნებს, აბა უკითხეო, ვიზე ამბობსო. თვითონ პეტრე მოციქული ვერ ეკითხება. მაგრამ კითხე ვიზე ამბობსო და მაცხოვარი იტყვის, რომ ვინცო ჩემთან ერთად ჯამში ჩაყობს პურსო, ის არისო, ვინც გამცემს. ოღონ ამ ყველაფერს ამბობს იმისათვის, რომ იუდას გააგებინოს. მხოლოდ იუდამ რო გაიგოს, ისე ამბობს. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამას აღნიშნავს, რომ მათ არ იცოდნენ რისთვის ეუბნება, აი როდესაც ეუბნება იუდა წადი და დროულად გააკეთე, რასაც აპირებ. წარმოიდგინე, ეს ხო იუდამ იცოდა, რასაც აპირებდა და იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჩვენო გვეგონაო, ესე იგი, რომ იუდას იმიტომ უთხრა, რომ რადგან ის საერთო ქისა, საერთო ყულაბა იუდას ებარა მათი საჭიროებისთვის, რაც იყო ხოლმე. ფიქრობდნენ, რომ იუდას უთხრა, რომ წადი და დღესასწაულისთვის რამე მოამზადე, ან გლახაკებისთვის, რაც მისაცემელი გვაქვს, მიეცი. იმიტომ რომ პასექის დღესასწაული მოდიოდა და მოციქულები ამას ვერ ხვდებიან. ისე ამხელს იუდას, რომ მოციქულები ამას ვერ ხვდებიან. ის მრუშობაზე წასწრებული დედაკაციც რომ მოიყვანეს, იქაც ფარისევლებს უფალი ისე ამხელს, რომ მხოლოდ მათ იციან თავისი წოდების შესახებ. სხვებისთვის ააშკარავთ კი არა. მაგრამ იუდა ამ შემთხვევაშიც ვერ მიხვდა, ვერ გულისხმო რას ეუბნებოდა. ან იმდენად ყავდა ნება შეპყრობილი, რომ უბრალოდ აი წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ასეთ რამეს ამბობს, რომ ვერცხლის მოყარეობასო აქვს ასეთი თვისებაა, რომ ჯერო შენს საყვარელ მოძღვარს გაგაყიდინებს, გაგაწირინებს და მერე არც შენ არ გაცოცხლებს და მე გირჩევთ, რომ სხვადასხვა ფიქრობდი, რომ ერთ დღეს გადმოვწერო მეთქი ეს პატარა ვიდეოა გაკეთებული, ოღონდ მხოლოდ ხმა არის აუდიო. აქ მეთქი დავსხდეთ ერთად და უბრალოდ იმას მოусმინოთ.
სიჩუმეში, სიბნელეში თუნდაც აი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ დიდი პარასკევის შესახებ წმინდა იუსტინე პოპოვიჩი და უბრალოდ აი მაშინ, როდესაც მისი მოსმენა შეგეძლებათ, ისე კი არა რომ თან გადარბენაზე ხარ, არა, უბრალოდ აი მისთვის რომ მოიცალო 20 წუთი თუ რამდენიც არის არ მახსოვს. დაჯდე უნდა ადამიანი და მოусმინო, რომ მართლაც იმ რეალობის წინაშე აი სწორად აღიქვა რა ხდებოდა იქ და იუდა რა მდგომარეობაში იყო და მარტო იუდა კი არ იყო მერე იქ. და კავშირებს აკეთებს ჩვენსა და იუდას შორის. და შეიძლება თვითონმა ჩვენთაგანმა იქ ჩვენი თავი დავინახოთ როგორც იუდა. აი ადამიანებთან ურთიერთობაში ჩვენი დამოკიდებულებები რაღაცა მატერიალურ რაღაცებთან, ნივთებთან, ფულთან თუ სხვა და შეიძლება თვითონმა ჩვენთაგანმა ეს დაინახოს, რომ იუდა ვიღაცა სხვა კი არ არის, მე ვარ ის იუდა, მე ვარ იუდობის კანდიდატი, შეიძლება ადამიანმა იფიქროს. და აი ძალიან კარგია რომ ამას უსმინოთ. მერე კიდევ როდესაც გეციმანის ბაღში იუდა ხო მალე გავიდა, მიიღო ეს პური, ანუ ეზიარა იუდა და ასე გავიდა და წერია რომ იუდაში ეშმაკი შევიდა. აი ნახეთ როგორ შევიდა. ჩვენ ვიცით რომ იუდა, ჩვენ ვიცით რომ ზიარება მაცხოვნებელია, მაგრამ წერია რომ იუდა ეზიარა და ეშმაკი შევიდა მასში. ხო და მოციქული პავლე ამბობს კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის მე-11 თავშია, რომ შეგი სწორად როგორ უნდა ეზიაროს ადამიანი, რომ თავისთავი უნდა გამოიკითხოს, განსაჯოს, თავისი ცოდვა დაინახოს, აღიაროს და ვინცო არასწორად ეზიარებაო, მოვალეო ქრისტეს სისხლისა და ხორცის წინაშეო. და ვინც ზოგიო, შეგი ავადდებაო ამის გამო და ზოგი კვდება ამის გამო. აი დედანში ესე წერია. ქართულ ნათესიანათა ზოგი წვანანო ამის გამო, მაგრამ დედანში ბერძნულად თურმე ასე წერია. მე ხა იქ არა მომიკითხია, ბერძნული არ ვიცი, მაგრამ ვინც იცის, ის ასე კითხულობს, ზოგი კვდება ამის გამო. ხოდა იუდა რა განწყობით ეზიარა? უკვე გადაწყვეტილი ქონდა, რომ უნდა გაეცა და ეზიარა. აი ჩვენ როდესაც უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რაღაცა ცოდვა ჩავიდინოთ და მაინც ეზიაროთ, ეს საფრთხილო ამბავი. აი წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი ცოდვა ძალიან სახიფათოა. უეცრად და უცებედად კი არც ერთი ცოდვისგან არავინ არ არის დაზღვეული. ახლა უცბად შეიძლება რაღაცა მოხდეს და არ ვიცი, რაღაცა საშინელ ცოდვაში ჩავარდე, მაგრამ აი წინასწარ რო ფიქრობ, რომ მოდი მე ამას ვიზა, რომ დაგეგმავ, რომ იმას ვიზა, ეგ ძალიან საშიში ამბავი და მე გააკეთე. შემდეგ, როდესაც გეციმანის ბაღში გავიდნენ და იქ ხშირად მიდიოდნენ ხოლმე ელეონის მთაზე გეციმანის ბაღში, იუდა მიცოდა ის ადგილი, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ, იმიტომ 12 მოწაფე ყოველთვის თან ყავდა მაცხოვარს ძალიან ხშირად და იუდა წარუძღვა წინ იმ ჯარისკაცებს, ვისაც უნდა შეეპყროთ იესო და რომ მიდიან სხვადასხვა მახარებელი სხვადასხვა გარემოებას აღწერს. და ამბობენ, რომ მაცხოვარი იუდას ეკითხება, მოყვასო, რისთვის მოსულ ხარ? რომ დააფიქროს იუდა, რისთვის მოვედი? რომ ჩემი მოძღვარი შევაპყრობინო. რისთვის მოვედი? რომ გავყიდო ჩემი მოძღვარი, გავცე. სხვაგან ამბობს, რომ როდესაც მივა და იუდა და ეამბორება მაცხოვარს და მანამდე შეთანხმებული იყო ჯარისკაცებთან, რომ მივალ და ვისაც ეამბორები, ის არის იესო ქრისტე და ის შეიპყარით. აი ამაშიც ქრისტეს უბრალოება ნახეთ როგორ ჩანს, რომ შეიძლება ვერც კი გაერჩია და არც კი ცოდნოდა თუ რომელია იესო ქრისტე, არც თავისი გარეგნობით, არც თავისი ტანისამოსით, თუმცა მისი თანამედროვეები რომ აღწერენ, არის ეს ჩანაწერები იესო ქრისტეს გარეგნობას. ჯერ მარტო ეს გარეგნობაც კი დაგატყვევებდა და იმას იზავდა, იმდენად ესე გამოიყურებოდა და მაგრამ თუმცა უბრალო ადამიანებისთვის ეთყობა როგორც ჩანს, აი ამ მინიშნები ჩანს, რომ შეუძლებელი იყო რომ გაერჩია და ამიტომ ეუბნება, ვისაც მე ვეამბორები, ის არის. იუდა მიდის და ეამბორება და იუდას ეუბნება მაცხოვარი, რომ იუდა ამბორის ყოფითა გასცემ ძესა კაცისასაო. აი ამ ამბორით გასცემ, ამბორით ანიშნებ, და აქაც გამოუსწორებელი დარჩა იუდა, აქაც ვერ მიხვდა. სხვათა შორის წმინდა ანდრია კრიტელის კანონი რომ იკითხება ხოლმე დიდი მარხის პირველ კვირაში.
იქ ანდრია კრიტელი თუ შეგინიშნავთ ერთ ასეთ რაღაცას ამბობს. იუდაო, თუ სასიკეთოთ მოხვედიო, მაშინო თაფლში ამოვლებული მახვილი რატო მოგაქვსო? თაფლში მახვილი თაფლითაც ცხებულიო, იქ ეგრე წერია, რატო მოგაქვსო? ანუ ვითომ მეამბორება, მაგრამ იმ ამბორში შინამდვილეში მახვილია დამალული. და ეს რატო თქვი ხე, რომ ესე იგი მაცხოვარი არა მარტო იუდაზე ზრუნავდა, არამედ თვითონ ჩვენთაგანზე ესე ზრუნავს, ოღონდ იქ ხილულად და ეს ყველაფერი ჩანდა და ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ეს არ ჩანს. ჩვენ შემთხვევაშიც რო იყოს ვინმე წინასწარმეტყველი და ჩვენზე დაეწერა, უშუალოდ ჩემზე დაეწერა, რას აკეთებს ჩემთვის უფალი, აქაც გამოჩნდებოდა, რომ ბევრი რამე კეთდება იმისთვის, რომ მე ვიყო ღვთის ერთგული. მაგრამ ეს უბრალოდ არ ჩანს და ადამიანს სინდისი აქვს, ადამიანი უნდა ფიქრდებოდეს, რაღაცებზე უნდა ფიქრობდეს, ესე იგი და თუ ადამიანი, აი წმინდა პაისი ათონელი როგორ ამბობს, იმის შემდეგო, რაც უფალმა ჩვენთვის გააკეთა, ჩვენ თუ მაინც სასუფეველში ვერ მოხვდებით, ეს ჩვენი მხრიდან დიდი უმადურობა იქნება. ქრისტეს მიმართ, აი უმადურობა იქნება, რომ შენ ჩვენთვის ამდენი რამე გააკეთე და ჩვენ აბა რითი გიპასუხებთ. ჯერ მარტო ეს დატანჯავს ადამიანს და სხვაგან ამბობს იღუმენი ნიკონი, რომ ნახეთ რას ამბობს, ესე იგი წმინდა მოწამეებიც კიო, ესე იგი როგორ ამბობს, იცით, აი გული დასწდებათო თუ რაღაც ასეთ სიტყვას ამბობს, რომ უფრო მეტი არ ეწამნენ და ეტანჯნენ ქრისტეს გულისთვის. აი ამის გამო დაწუნეთ და კიდე მეტი გამეკეთებინა ქრისტეს გულისთვის. ეს იქნება მათთვის ის. მოდი, კარგი, ძალიან რო აღარ გადაგღალოთ. ეს ძალიან საინტერესოა. ადამიანებმა საკუთარი თავისთვის მეორე წყალებში სახარება შექმნეს. ჩვენი თავისთვის ჩვენ ახალი სახარება შევქმნით. რა არის ხა ეს ახალი სახარება? წმინდაო მამაო, ხო ისმის ჩემი ხმა, წვიმა ხო არ უშლის. წმინდაო მამაო, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს სამართლიანი ეწოდოს? ერული თვალსაზრისით, თვალთახედვით სამართლიანი ის ადამიანია, რომლის განსჯა ადამიანურ სამართალს ემყარება. მაგრამ სინამდვილეში სამართლიანი მხოლოდ ის კაცია, რომელიც ადამიანური სამართლიანობით კი არ არის სამართლიანი, არამედ საღვთო სიმართლით. გახსოვთ საგალობელი რო ურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლე სიმართლიანი შენი. ამ შემთხვევაში აკურთხებს მას ღმერთი. თუ ჩემს ქმედებებში ერთმანეთში არასოდეს ვურევ საკუთარ მეს და საკუთარ გამორჩენას, ამით შეიძლება ითქვას, ღმერთს ვაიძულებ, რომ საღვთო მადლი გარდამომივლინოს. ანუ რას ეგოისტურად ვაკეთებ ჩემი გამორჩენისთვის და რას არა. ნებისმიერი ყველაზე სამართლიანი ადამიანური სიმართლე საკუთარ თავში ადამიანურ საწყის შეიცავს. ხოლო ვიდრე სულიერ ადამიანში ადამიანური სამართალი ცოცხლობს, სული ცდილობს, რომ ამოიგლიჯოს ეს სიმართლე. ადამიანი კი მის შესანარჩუნებლად იბრძვის. ხან ერთი ძლევს და ხან მეორე. კაცს კი სულიერი ძალა ეცლება, მაგრამ თუ საღვთო სიმართლეს მოიპოვებს, ადამიანი განიწმინდება და საღვთო განათლებას მოიხვეწს. წმინდაო მამაო, თუ კი იმ ადამიანს, ვინც ირწმუნება, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ვეტყვი, რომ საღვთო სამართლიანობა არსებობს, ჩემი სიტყვები დაეხმარება? არა, სჯობს ასე უთხრა, მოვლენებს სულიერად შეხედე, როგორც ამას სახარება გვიქადაგებს. თუ ეტყვი, რომ საღვთო სამართლიანობა არსებობს, ის ხომ დარწმუნდება, რომ მართლაც უსამართლო დაწყენინეს. მაშინ, როდესაც სინამდვილეში შესაძლოა თვითონ აწყენინა მათ. არა, მე ნამდვილად მტკივა სული, ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც გარეგნულად დადიოდა ეკლესიაში, მარხულობდა სხვა ქრისტიანულ წესებსაც ასრულებდა და ეგონა, რომ სულიერად ცხოვრობდა. ამასთან მას 5 ბინა ჰქონდა, 2 ხელფასი და არც ერთი შვილი.
უპოვართათვის კი სამოწყალოდ 1 დრაქმასაც არ გაიღებდა. ერთხელ უთხარი, კი მაგრამ შენ ხომ ამდენი გაჭირებული ნათესავი ყავს, რა დარეხმარები მათ? ამდენ ფულს რა უნდა უყო? ქრუებსა და ობლებს გაუნაწილე. და იცით ამაზე რა მიპასუხა? გამოდის რომ რა კი ჩემი და ქრივია, მისგან ბინისქირა არ უნდა ავიღო? ეს რომ გავიგონე ძარღვებში სისხლი გამეყინა. აი ეს არის სწორედ სიმართლე ამას ოფლისა. თუ კი უქონელი და უპოვარი ბავშვები ჩემი კი არა სხვისი შვილები არიან, მათზე პასუხისგებლობა მე არ მეკისრება. მე არავის ვაწყენინებ, ღმერთმა დამიფაროს იმისგან, რომ ვინმეს რაიმე საწყენი გაუკეთო, ფიქრობს ასეთი ტიპის ადამიანი. ამგვარი ხალხი საკუთარი აზრების დაწყნარებას ახერხებს, მაგრამ ჭეშმარიტი სიმშვიდე მათთვის უცხოა. ანუ თავს კი იმშვიდებს, საკუთარ სინდის რაღაცეებით იმშვიდებს, მაგრამ ნამდვილი სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმშვიდე არ აქვს. ისინი ადამიანური ლოგიკით, ერური სამართლიანობით ხელმძღვანელობენ და თანდათან უფრო და უფრო გულგრილები ხდებიან ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ თვალწინ ხდება, რაც ძალიან სერიოზულია და მათ ჩარევას მოითხოვს. ყოველივე ამის შემდეგ, რანაირადღა შეძლებენ ისინი შეიგრძნონ რაიმე სულიერი. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ვიღაცას მთელი სახლი შესწირონ, მაგრამ ამავე დროს თუ კი ვინმე ბინისქირის გადახდას დაუგვიანებს, მზად არიან სასამართლოში უჩილონ მას. როგორ ახსნით თქვენ ამ ამბავს? წმინდაო მამაო, ეს ადამიანური სამართლიანობით აიხსნება? ეს ადამიანური სიმართლეც აღარ არის. ასეთების ადამიანური სიმართლე ჩირადაც არ ღირს. ასეთი 100,000 დრაქმას შესწირავენ ვინმეს, მერე კი ტაქსის ძღოლს 100 დრაქმისთვის ედავებიან და პოლიციაში დაარბენინებენ. აბა როგორ ახსნით ამას? წმინდაო მამაო, შესაძლოა ისინი მთლად ჭკუაზე ვერ არიან? არა, სწორედაც რომ ჭკუაზე არიან. იქნებ მოწყალებას ამპარტავნებით გასცემენ, რომ ამით სიამოვნება იგრძნონ. აი სწორედ ამაშია საქმე. ისინი ამპარტავნებით გასცემენ ბევრს და ამას ღვთისადიდებლად არ აკეთებენ. არამედ იმისთვის, რომ თვითონ გაითქვან სახელი. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მსხვერპლად შეწირონ ყველაფერი, რაც კი აბადიათ, მაგრამ სიყვარული კი არ აქვთ. მოციქული პავლე რომ ამბობს, შეგი კორინთელთა მიმართ 13 თავი, სიყვარულის ჰიმნი ეწოდება ამას. სიყვარული თუ არა მაქვსო, მთელი ჩემი მონაგებიც რო გავცეო სხვისთვის, რომ არაფერი არ არის. ჩემი სხეულის დასაწველად რო გავიმეტო და სიყვარული თუ არ მაქვსო, ესეც არაფერს არ ნიშნავს. დღეს ადამიანთა შორის ბატონობს რაღაც უწმინდური სული. თვით სულიერი ადამიანებიც კი იურიდიულ სამართლიანობას ესწრაფიან და ამავდროულად ირწმუნებიან, რომ ღმერთის წამთ. შენ ამის უფლება გაქვს, მე იმის უფლება მაქვს. ნეტავ ადამიანთა შორის ეს წყალებში საღი აზრის სახარება, ეს საშინელი საღი აზრი არ იყოს გამეფებული. ბრიყვი არ ვეგონო ვინმეს, ამბობენ ასეთი ადამიანები. იცით კი რომ ქრისტიანები იქამდეც დადიან, რომ ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან? ისინი სასამართლოს არ უნდა მიმართავდნენ, თუნდაც სიმართლე მართლაც მათ მხარეს იყოს. და მით უმეტეს რომ ისინი არ არიან მართლები. სწორედ ამიტომაა რომ ზოგიერთები ასეთ ქრისტიანების გამოისობით რწმენას კარგავენ. ხალხი ხედავს რომ ზოგიერთი არც ეკლესიაში დადის, არც ღამისთევებს ესწრება და მიუხედავად ამისა არ ეცემა იქამდე, სადამდე ზოგიერთი ქრისტიანი, რომელიც ეკლესიაში დადის, ღამისთევებს ესწრება, აღასრულებს ყველაფერს რაც საჭიროა და ამავე დროს ვიღაც საბრალოს სასამართლოში დაატარებს. იმის გამო, რომ მისი ცოტაოდენი ფული მართებს. და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავისი უფლებები აღადგინოს. ერთხელ ერთ კაცს, რომელიც აპირებდა სასამართლოში ეჩივლა ღატაკისთვის, რომელსაც ცოტაოდენი ფული ასესხა, ვკითხე, ძალიან გიჭირს თუ იმ შენს მოვალეზე მეტი შვილი გყავს, ან იქნებ ცოლი გაძალებს ჩივილს და ეს მძიმე მდგომარეობაში გაგდებს, მან კი მომიგო, არა, ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ სამართლიანობას მივაღწიო. რაღაც ეტყვი, რა თქმა უნდა აქ თავის როლს თამაშობს აღზრდა, რომელიც ბავშვობაში მიიღო ზოგიერთმა ეკლესიის გარშემო
არსებულ ზოგიერთ წრეში. აი უკვე რამოდენიმე წელია ჩემი მეხსიერებიდან არ გადადის ასეთი შემთხვევა. ერთ საბავშვო სახლში მორჩილებას ასრულებდნენ მოწყალების დები, ერთ-ერთი ქრისტიანული ერთობიდან. მათ გაუთხოვრობის საფრთხე ჰქონდათ დადებული. მოულოდნელად ერთი ბავშვი ავად გახდა. მას სჭირდებოდა გამოკვლევა, რომელიც რადიაციულ დასხივებასთან იყო დაკავშირებული. ექიმმა დებს თხოვა დახმარება, მაგრამ არც ერთი მათგანი არც კი გაინძრა. რადიაციისა შეეშინდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენადაც მათ გაუთხოვრობის საფრთხე ჰქონდათ დადებული, საკითხი განხილვა საერთოდ არც კი ექვემდებარებოდა. გათხოვება რომ ჰქონოდათ განზრახული, მათი გამართლება რამდენადმე შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ისინი ხომ სულიერი ადამიანები იყვნენ. სწორშეწირვის უნარი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოევლინათ ოჯახის შექმნა მოსალოდნელი რომ ყოფილიყო. სულიერი საქციელი ის იქნებოდა, რომ ამ დებს ერთმანეთში დავა მოსვლოდათ, თუ რომელი დაასწრებდა, გამოეყენებინა თავისი უფლება და მსხვერპლი გაეღო. მაგრამ იმ შემთხვევაში საქმე იმით დასრულდა, რომ ექიმის დახმარება ითავა სხვა მოწყალების დამ, რომელიც ქრისტიანულ ერთობას არ ეკუთვნოდა. ეს გოგონა არა მარტო სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, არამედ გათხოვებასაც კი აპირებდა, მაგრამ სწორედ მან შეიბრალა პატარა. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ ასეთ ადამიანებს მსგავსი რამის გამო სინდისი არ აწუხებთ. ისინი ამბობენ, ეს ყველაფერი, ანუ საკუთარი თავის ხეპლად შეწირვის უნარი, ჩვენთვის არ არის. ჩვენ სულიერი სამუშაოსთვის ცხოვრობთ. მათ შორის შესაძლოა ასეთი რამაც მოისმინოთ. რას ვიზამთ? ვიღაცას მსხვერპლის გაღება მოსწონს, მე კი მშვიდი უზრუნელი ცხოვრება მირჩევნია. ზოგჯერ ისინი განსჯიან კიდეც იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლს იღებს და ამბობს, რომ სულიერი მდგომარეობისთვის ჯერაც ვერ მიუღწევია, მაგრამ ქრისტეს უფევს იქ, სადაც კეთილშობილება და დიდსულოვნებაა. იქ, სადაც არის თავგანწირვის სული, სისადავე და სურვილი იმისა, რომ შეუმჩნეველი დარჩა. მაგრამ წმინდაო მამაო, თუ კი ხედავ, რომ ადამიანის საფრთხეშია განა, დაღლილობის მიუხედავად, მის დასახმარებლად არ უნდა ისწრაფოდე? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით შევნიშნე, რომ მრავალი სულიერი ადამიანი საკუთარ თავში ერულ სიბრძნეს ამკვიდრებს. მათ თავიანთი საკუთარი საერო სახარება შექმნეს, სახარება, რომელიც მათ თარგზეა მოჭრილი. ასეთი ადამიანები ამბობენ, ქრისტიანს პირადი ღირსების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება მას სახეში სიბინძურე ესროლო, არ შეიძლება რომ ის სულელივით გამოიყურებოდეს. ანუ ისეთი ადამიანები ყველაფერს ერული ლოგიკითა და სიმართლით განსჯიან. მე ამის უფლება მაქვს, მე მას არ ვაწყენინებ და ნურს თვითონ მაწყენინებს. კითხვის ასეთი კაცი. და ამის შემდეგ თავს იმშვიდებს იმით, რომ სიმართლე მის მხარესაა. ამ ადამიანში ერული სიმართლის გამოვლინებას ხედავთ. ღვთისმოსაობა მას არ აქვს და თავგანწირვა მას არ აქვს. ერთი სიტყვით არაფერი არ აქვს. მან თავისი საკუთარი სახარება შექმნა და ღმერთთან არანაირი ნათესაობა არ გააჩნია. და ყოველივე ამის შემდეგ განას შესაძლებელია, რომ მასზე საღვთო მადლი გარდამოვიდეს. როდესაც ჯარში მსახურობდი, სამხედრო აეროდრომის ერთი რადისტი ჩემთან ნაწილში უწყებებისთვის მოდიოდა ხოლმე და მასთან ურთიერთობა მქონდა. ის სასულიერო განათლებას ფლობდა და ჯარში თანამშრომლებთან ხშირად ქადაგებდა კიდეც. თუმცა მას ყველა იეზუიტს ეძახდა, იმიტომ რომ არა მარტო თავგანწირვა იყო მისთვის უცხო, არამედ სხვისთვის უმცირესი დახმარებაც კი არ შეეძლო. ზოგჯერ ვთხოვდი ხოლმე, შენ ხო მაინც აეროდრომზე მიდიხარ, წაუღე ეს უწყებები ამ ადამ რადისტს. ის კი პასუხობდა, არა, მე საკუთარ უწყებებს წავიღებ, თავისთვის თვითონ მოვიდეს. ის თავს იმით იმშვიდებდა, რომ სხვას უსამართლოდ არ ექცევა, მაგრამ ქრისტე ამბობს, როდესაც ერთი სარბიელის გავლას უბრალოდ კი არ გთხოვენ, არამედ მოითხოვენ შენგან, შენ ამ დროს ორი უნდა გაიარო. ის კი არ გეუბნება, თუ ვინმე უბრალოდ მოითხოვს შენგან მოსასხამს, მას 60-იც მიეცი, არამედ გვიქადაგებს, ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, 60-ელიც თან გაატანე მას. ქრისტე ამას გვიქადაგებს, ხოლო სულიერი ადამიანი ამბობს, მე იმისთვის მოვედი, რომ
ჩემია, რაც ჩემია, თავისი კი თვითონ წაიღოს. ეს იგივეა, რომ მან თქვას, ნახეს რა სულელი, მე ერთი ვერსის გავლა მევალება, ესენი კი მაიძულებენ ორი გავიარო. აბა რა სიტყვით, რანაირად შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს საფრთხო მადლი მიუახლოვდეს, მაგრამ თუ კი ვინმე გულწრფელად მიიღებს ამ სახარებისეულ სწავლებას და მაშინ, როდესაც მას ერთი ვერსის გავლას თხოვენ, მეტს გაივლის, სწორედ მასში ამოქმედდება ქრისტე. ხოლო იგი, ვინც ამ ადამიანს აიძულებს ეს მანძილი მასთან ერთად გაიაროს, სულიერად იცვლება და განსუფრებული მოიქეკავს კეფას. აი ეს კი საქმეა. მე მას მხოლოდ ერთ ვერსზე გაყოლა ვთხოვე. ეს კი ნახე, რა მანძილზე გამომყვა. აი ამას ქვია სიკეთე. ქრისტეს რომ ის ერული ლოგიკა ჰქონდეს, რომელიც დღეს მრავალ ეგრეთ წოდებულ სულიერ ადამიანს შორისაა გამეფებული, მაშინ ის არ მიატოვებდა თავის ზეციურ საყდარს, რათა გარდამოსულიყო მიწაზე, ტანჯულიყო და ჩვენგან ბედკრული ადამიანებისგან ჯვარცმა დაეთმინა. თუმცა სწორედ ადამიანურად რო ვთქვათ, ქრისტეს ამ წარუმატებლობაში დამალულია კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლო. მართლაც და რა არ გადაიტანა მან ჩვენი ხსნისთვის. მან იმდენად დაიმდაბლა თავი, რომ ადამიანები ყრიმაზე სცემდნენ და ეუბნებოდნენ, თქვი ვინ დაგარტყა. ანუ ებრაელებმა ქრისტეს დაცინვით გასართობი იშოვეს. იცით რა სიმწარე გადავიტანე ბავშვობაში, როდესაც ვნახე თუ როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები, რაღაცა სათამაშოა დასახელებული ჩვენთვის უცნობ. ებრაელებმა ხომ ქრისტესთან სწორედ ეს თამაში წამოიწყეს. ჩვენთანაც ხო არის ხოლმე ვიღაცა დაიხუჭება, ჩაარტყავენ, აბა ვინ ჩაგარტყა. სხვათა შორის სანამ სახარებას წავიკითხავდი, ჩვენ ხო ბავშვობაში კიდევაც გითამაშია, მაგრამ იმის მერე ესე იგი რაღაცა ისე შემჯავრდა ეგ, აი წარმოიდგინეთ, კი შენ ერთობი, აბა ვითომ არაფერი ხალისობ, მაგრამ რო წარმოიდგინე, რომ ქრისტეს ესე ხო იყო, რომ არ ტყავდნენ და აბა გვიწინასწარმეტყველეო, ვინ ჩაგარტყავ. აბა იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა, რა საშინელებაა ყოველივე ეს. ჩვენ კი ვესწრაფით ქრისტიანობას ჯვარცმის გარეშე. ქრისტიანობას მეხსეული აღდგომით, ანუ ჩვენ ჯვარცმა არ გვინდა და ისე გვინდაო ქრისტიანობა, თავის გაწირო არ გვინდა. ჩვენ ქრისტიანობასა და მონაზნობას ისე გადავაკეთებთ ხოლმე, როგორც მოგესურვება. ჩვენ არ გვინდა რამით შემოვისაზღვროთ. თუმცა ზებუნებრივის განსაცდელად მოვალენი ვართ საკუთარ ბუნებაზე აღმატებულად ვცხოვრობდეთ. მეგონი ცოტა რამე არ იყო ნათქვამი ამ ერთ თავში. ახლა მოდი ორი შეკითხვა და რა ვნახოთ. რჩევა მჭირდება, ვარ ორსული. პირველი ორსულობა შეწყვეტილი მაქვს და აქედან გამომდინარე სულ შიში მაქვს, რომ რამე დამემართება, როგორ მოვიქცე, რომელი ლოცვა ვიკითხო, სიმშვიდე რომ ვიგრძნო. მამა გაბრიელის ზეც ყოველდილას აღამოს ვიცხებ ხოლმე. საერთოდ ძალიან კარგია, რომ ადამიანი ხშირად ეზიარებოდეს ამ შემთხვევაში. არის შემთხვევები, აი ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ზოგჯერ ბუნებრივად კი არ ხდება ამის შეწყვეტა, არამედ თავად მშობლის ჩარევით. რა შემთხვევაში? როდესაც აი ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ჩვენი მეგობარი მოვიდა, ერთი მოძღვარი ყავს და მითხრა, რომ ესეთი პრობლემაა, რომ ექიმმა გითხრა, რომ ეს ბავშვი რაღაცა დაავადებული დაიბადება, რაღაცა უთხრა ხოსკოპიაზე რო იყო და მოკლედ აპირებდნენ, რომ აბორტი გაეკეთებინათ. მე რამდენადაც შემეძლო უთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინათ და მაინც მეთქი ხა მე მარტო ჩემი სიტყვას არ ეკნებოდა ისეთი ის და წამომეთქი მამა გედეონთან მივიდეთ, გითხოთ მეთქი და მამამაც ეგ გითხრა, რომ ჩვენ რომელი ვართო უნაკლო აქ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაღაცა ნაკლით დაიბადება და ჩვენ ვინა ვართ აქ უნაკლო და თუ არა და სულიერად რომ შეხედო, ესე იგი თუ დაუშვათ ავადმყოფი ბავშვი იბადება და მე რამდენ სწავლობს მშობელი ამის გამო, ხო მთელი ცხოვრება რაღაცა, ეს ჯვარია, რითიც ადამიანი უნდა გადარჩეს. იქნებ ღმერთს უნდა, რომ შენ ამითი გაცხოვროს. აი ესე რომ შეხედო სულიერ, ჩვენ ამ ჯვარზე უარს ვამბობთ.
და გვინდა რომ გავიიოლოთ ცხოვრება ამითი რომ მოვიკვეთოთ და მორჩა პრობლემა დამთავრდა. მაგრამ პრობლემა არ დამთავრდა. ის ჯვარი მაინც ასაღები გვაქვს. იმ ხრივ თუ არა რაღაცა სხვა მხრივ ღმერთი არ დაგტოვებს. მაინც იმ ჯვარს მოგცემს. ის უნდა აიღო, იმითი უნდა გადარჩა. ხოდა მაგრამ იმ შემთხვევაში ასე მოხდა. მადლობა ღმერთს დაუჯერა ჩვენმა მეგობარმა მამაგედევას და დაიბადა ბრწყინვალე ჭაბუკი. რომელი ბავშვი დღესაც აქ მოცუნცულდება ხოლმე საკვირაო სკოლაზე მოდის ხოლმე. ხოდა რა უყოთ ახლა. ზოგი ექიმი ძალიან იოლად იტყვის რომ მოდი მოვკლათ, გამოუტანს განაცემს. ჯვარსაც მაგრამ ზოგი ყველანაირ ძალას გმარობს რომ დაარწმუნოს კიდეც რომ ეს არ გააკეთოს. რომც გარდაიცვალოს, აი ახალი დაბადებული, აი მონათლომ გარდაიცვალოს. ეგ უკვე ნიშნავს რომ შენი მოვალეობა ღვთის წინაშეც, იმ ბავშვის წინაშეც შეასრულე. და თუ რაღაცა პრობლემით დაიბადება, ესეც შენია, შენი შვილი. ეხლა რა ვქნათ, აი დავუშვათ უკვე დაბადებული ბავშვს აღმოუჩინეთ რომ რაღაცა ჭირს. რას ვიზავთ? უნდა მოვკლათ. აი გაიზარდა და მერე დაინვალიდდა დავუშვათ, იქ რას აკეთებ? გინდა შვილი იყოს დავუშვათ, აი გინდა მეუღლე, ამის გამო რა მიატოვებ ზოგში აქცევ, ხო ვერ გააკეთებ. ხო ფიქრობ რომ ეს ნამდვილად არა ქრისტიანული, ქრისტიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ არა ადამიანური საქციელი. ხო და იქაც ეგ არის. იქაც უკვე ის არის პიროვნება. სულისა და ხორცის მქონე პიროვნება ის სასახვის დღიდანვე. არა 3 თვის თუ 4 თვის თუ არ ვიცი რა მედიცინა რას ამბობდა აქამდე, მაგრამ დღეს ეს არავისთვის ესე იგი დაფარული არ არის. ყველა მიცის რომ სასახვისთანავე ის არის სულის და ხორცის მქონე, იმიტომ რომ ქრისტიანული სწავლებაც ესეთია რომ სული და ხორცი ცალკე კი არ იქნება. ის ერთად არის. ადამიანი მაგას ქვია, სულის და ხორცის მქონე არსება. ისე კი არა რომ დავუშვათ რაღაცა ამდენი კვირის მერე მასში სული გაჩნდება ან რაღაც. ესეთი სწავლება არ აქვს მართლმადიდებლობას. სული და ხორცი ერთად იქნება. ისე რომ აი აქ არის კიდე რა რომ აი რაზეც ამბობდა მამაპაისი. რაღაც თავგანწირვის გარეშე არაფერი არ ხდება. ან დავუშვათ არის ხოლმე რომ გოგონას უნდა რომ გააჩინოს და სახში ეუბნებიან რომ რაღაცამდენი უნდა გააჩინოთ. ან მით უმეტეს თუ აღმოაჩენენ რომ ეს რაღაცა პრობლემა შეიძლება ქონდეს, ძალიან დიდი ბრძოლა აქვს ხოლმე ზოგს გადასატანი, ესე იგი აი მეუღლის მხრიდან თუ ოჯახის წევრების მხრიდან. მაგრამ ვინც მართლაც ღვთისერთგულია, როგორც იტყვიან ხოლმე, თავისას გაიტანს ხოლმე. ეს ნამდვილად ეს თავისაკი ეს ღვთისა არის. მას უნდა რომ მოევლინოს ადამიანი ამ ქვეყანაზე და ვიღაცა აჩერებს ამას, ვიღაცა სხვა გზით აჩერებს, ვიღაცა ხო და არ უნდა ღმერთს არ უნდა შეუშალო ხელი. ღვთის გამგებულებას არ უნდა შეუშალო ხელი. დღეს ასეთი საშინელი ტერმინი გაჩნდა, ოჯახის დაგეგმარება. რა არის ოჯახის დაგეგმარება? 7 წელი ერთად ვიცხოვრებ, ჯერ არ გვინდა შვილი, მერე გვინდა, ამ დროს გვინდა. ეგ არასწორია. თუ შენ შეუღლდი, უნდა მიენდო ღმერთს და მან დაგეგმოს შენი ოჯახი. 1 შვილს მოგცემს თუ 15 შვილს მოგცემს, უნდა მიენდო. ბავშვს, რომელსაც აბულინგებენ სკოლაში, მოდი ასე ვთქვათ, ჩაგრავენ. ხო, ქართული შესატყვის ეს არის, ჩაგრავენ, დასცინიან, გარიყავენ თუ აბუჩათიგდებენ. ქართული სიტყვები. ხო, თქვა ოტია იოსელიანმა რომ ამ ენაზეო ვეფხის ტყაოსანი დაიწერაო და თქვენო საბჟუტუროთ არა ყოფნითო. განა რა არის ახლა ესეთი სიტყვა. ზოგჯერ ესე იგი აი დღეს ესე ტელევიზიითაც ხან არის რომ რაღაცა წინადადება თქვა და არც ერთი ქართული სიტყვა არ უთქვია. წადი და გაიგე ახლა შენ თუ ვერ ერკვევი იმ სიტყვებში რა თქო. ამიტომ უნდა გადართო იქიდან. აზრი არ აქვს აი. ჯერ ერთი რომ ეს არის საშიშროება რომ
ჩვენს მომავალ თაობაში დაამახინჯებენ საერთოდ ქართულ არა მარტო მეტყველებას, აზროვნებას, იმიტომ რომ ეს მეტყველება და აზროვნება ერთმანეთისგან გამოყოფილი ხო არ არის, ეს ერთი და იგივეა. ხო და ამიტომაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არა მარტო ქართული სიტყვები ვთქვათ, არამედ წინადადება ქართულად ავაწყოთ. ჩვენ სამწუხაროდ ბევრს გვეშლება, აი საუბარში ხო ძალიან ბევრი გვეშლება, რომ ვწერთ, იქაც ძალიან გვეშლება. ანუ გრამატიკულად ქართული გრამატიკის მიხედვით არ არის წინადადება აწყობილი და ჩვენ ისე ვლაპარაკობთ. აი ეს ძალიან ბევრი შემთხვევა. მოკლედ ჩაგრავენ ამბავს, იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ამხანაგმა უთხრა ამხანაგს, მე არ მინდა შენთან მეგობრობა, არც ვიყავი და არც ვიქნებიო, არ უნდა და წავიდეს ახლა რადგან ვისაც უთხრა იმ ბავშვს გული წარმომიდგენია რამხელად კივის იგრძნობდა, ვისაც უთხრა ის ბავშვი არის ძალიან კეთილი, რომ არ გიბოროტებს. სხვისი სიხარული უხარია. ცუდიკის წყინს და გულთან მიაქვს ისეთი ალალი კეთილი ბავშვი, რატომ ხდება ბულინგის ხერხლი თვითონ რომ გულკეთილია და კარგი უნდა სხვისთვის, სხვისგან ბულინგს ანუ ჩაგვრას რატომ იღებსო. ეგეთია ეს წუთისოფელი, რა ვუყოთ. ქრისტე როჯარს გაეკრა, ყველაზე უსამართლო სასამართლო მოხდა მაგ დღეს. არ არსებობს, აი მე რაც გითხარით, აბა მოიძიეთ და მოусმინეთ ესე იგი. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი დიდი პარასკევის შესახებ. და არაფერი არ არის გასაკვირი. მე უფრო იცით რა მიკვირს. დავუშვათ აი კლასში თუ 25 ბავშვია და ერთი მეორეს ჩაგრავს. ძირითადად ეს ჩაგვრა ხო კლასში მიდის, თორე ხა მე 10 კლასელი წავა და მე 7 კლასთან რა ესაქმება სიტყვაზე. ძირითადად ეს კლასში მიდის. თუ ესე იგი 25-დან ერთი მეორეს ჩაგრავს, მე უფრო ის მაინტერესებს ხოლმე, რომ ის 23 რას აკეთებს ამ დროს. ეგ უფრო მეტად მაინტერესებს. კარგი, ის ვინც ჩაგრავს, იმასაც შინაგანად პრობლემა აქვს. თორე ესე ბედნიერი კაცი არავის ჩაგვრას არ დაიწყებს. იმასაც საიდანაც რაღაც. ხო გახსოვთ ის რო იყო ვიღაცამ რომ ციხლი ჩაარტყა თუ რაღაც და ამან უთხრა რომ ბედნიერებას გისურვებო და რას ამბობო ამან ესე თან მე მგონი შეაგინა თუ რაღაცა და ასე ცუდად მოგექცაო და ეგ რო ბედნიერი იყოს ესე არ მომექცეოდა. მაგრამ აი ბედნიერი რო ხარ, ხა ვინმეს ეგრეთ ცუდად როგორ მოექცევი და იმ ჩაგვრელსაც რაღაცა პრობლემა აქვს. და ის დაჩაგრულსაც პრობლემა აქვს და მე იმას ვფიქრობ, რომ ის 23 დანარჩენი ბავშვები, ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება, ამაზე რატოა რეაგირებენ? რომ ეშინიათ რომ მეც არ დამჩაგრონ? აი, ხო და ეგ არის ეშინიათ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა რაღაცა გამოიჩინოს სიმამაცე, მოსეს როგორც ქონდა, ვერ იტანდა დაჩაგროს. და ღმერთმა სწორედ მცირეში რომ ერთგული იყო, თავისი დაჩაგრული ერი ეგვიპტიდან სწორედ მოსეს ხელით გამოიყვანა. ეს შემთხვევით კი არ ხდება. მოსე ეგეთი იყო, ვერ იტანდა ერთი ადამიანი მეორეს რომ ჩაგრავდა. ეგვიპტელი რო ჩაგრავდა ებრაელს, მივიდა და გამოესარჩლა. იქ მერე იოთორის ქალიშვილებს რომ წყებსები ჩაგრავდნენ წყაროსთან, მათთანაც მივიდა და გამოესარჩლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვითონ გაქცეული იყო, ეგვიპტიდან გაქცეული კაცი მივიდა უცხო ქვეყანაში და ისინი თავის ქვეყანაში არიან, თავისი წყაროა, ასეა თუ ისეა, შინაურულად გრძნობენ თავს და ეს ერთი კაცი აქედან მიდის და იმათეობნება რომ ნუ ჩაგრავთ. ხა ადამიანური გაგებით ბევრად სუსტი იყო ეს იმათთან შედარებით, მაგრამ ეგეთი გული ქონდა, ვერ ითმენდა იმის ჩაგვრას. ამიტომ აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ არა მარტო იმ ჩაგვრელსა და ჩაგვროს შორის, არამედ კლასში მთლიანად ეს ცნობიერება ამაღლდეს. უნდა შეიცვალოს ეს ცნობიერება და იქ არავინ აღარ იქნება დაჩაგვრული. ამაზე საუბარი უნდა მიმდინარეობდეს სკოლებში, კლასებში. ეს მასწავლებლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მასწავლებელმა უნდა აი ამას წინათ იყო გააკეთეს სხვათა შორის, მე ვესწრებოდი იქ. მერვე სკოლაში მოხდა. სწორედ აი ამ ჩაგვრას ეხებოდა თემა. და იქ უნდა ყოფილიყო, იქ ესე იყო, რომ ჩართული იყო იმ საუბარში დაუშვათ დირექტორიც, დამრიგებელიც, მშობელიც, ბავშვიც და მე როგორც სასულიერო პირი. ხო და
აი ეგეთი შეხვედრები უნდა მოეწყოს. უნდა ამაზე საუბარი მიმდინარეობდეს, ამას რომ მე ის ბავშვი მოისმენს და უშოთ. იქნება როგორ დაუჯდეს ჭკუაში. ის დირექტორი თუ დამრიგებელი თავისებურად მიიღებენ რაღაცა ზომებს, თავისი მხრიდან ეცდებიან, ბავშვი თავისი მხრიდან. ხო და რაღაცა ნელ-ნელა შეიძლება წყალმარო წვეთაო, ქვაგახრიტაო და აი ეს საუბრები, ეს მიდგომა, ეს დაყვავება, ეს ურთიერთობა შეცვლის ბევრ რაღაცებს. მაგრამ ყველა არ აკეთებს ამას. კარგით, ახლა ძალიან რომ აღარ გადაგღალოთ. თუ უკვე მოხდა ეგ. ნახოთ აბა ერთი, გავაგრძელოთ იქ რა ხდება.